დღეს ვაპირებ გამოვიკლიო 3 საიდუმლო თბორი, რათავსადო დავიჭირო ის მონსტრები, რომლებიც მათში იმალებიან. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან თითოეულ თბორში სხვადასხვა სახეობის თევზები ცხოვრობენ. პირველი თბორი ძალიან იშვიათი თევზების სახლია, რომლებიც ალბათ არასდროს გინახავთ. მეორე თბორში მტაცებელი თევზები ბინადრობენ, რომლებიც შეიძლება 6 ფუტამდე გაიზარდონ, ხოლო მესამე თბორი სავსეა საშიში და მომაკვდინებელი თევზებით, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მათი დაჭერისას. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ნებამომეცით აგიხსნათ, როგორ მოხდნენ ეს თევზები აქ? ხედავთ დაახლოებით 1 თვის წინ ჩემს შეყვარებულს და ერთ-ერთ მეგობარს ვთხოვე ეპოვათ ყველაზე უცგეული თევზები, რომ ამ თბორებში ჩაეშვათ. და ბოლოს, რამდენიმე კვირის შემდეგ მათ დახარჯეს $20,000-ზე მეტი ამ თბორების თევზებით შესავსებად. და ეხლა ჩემი დროა, რომ ისინი დავიჭირო. მაშ ძიება დავიწყე პირველ თბორში, რომელიც იშვიათი თევზებით იყო სავსე და დიდხანს არ დამჭირვებია, რომ რამე დამეჭირა. მოდი, რამე დამიჭირე. თევზი დავიჭირე, ჰელენ, შეხედე ამას. არ არსებობს, ეს ზუთხია, ეს საოცარია, ზუთხი დავიჭირეთ. ეს თევზები ძალიან იშვიათია და უზარმაზრები იზრდებიან. ასე რომ, მოდი ჩავდოთ ისინი გამაგრილებელში და გავაგრძელოთ. ეხლა ეს პირველი თევზი ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ვიდეოს გაგრძელებისას თევზები, რომლებსაც დავიჭერთ, კიდევ უფრო უცნაურები იქნებიან. და ვერასდროს დაიჯერებ, რა ვიპოვე ბოლო თბორში. მაგრამ ეხლა გავაგრძელე და კიდევ ერთი თევზის დაჭერა შევძელი. კიდევ რაღაც დავიჭირეთ, შეხედე ამას, ეს აროვანაა. ღმერთო ჩემო, აროვანები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზებია და ისინი საკმაოდ იშვიათები არიან, მაგრამ გონია რომ აქ კიდევ უფრო მაგარ თევზებს ვიპოვი. მაგრამ ესეც ძალიან მაგარია მეორე თევზი ჯერჯერობით. ჩავდოთ ისინი კონტეინერში და გავაგრძელოთ. ამის შემდეგ კიდევ ერთი დავინახე, მაგრამ ეს ალბინოსი იყო. ეს კიდევ ერთი აროვანაა, შეხედე ამას. კი, დავიჭირეთ, ეს ალბინოსი აროვანაა, ღმერთო ჩემო. არ მგონია ოდესმე ესეთი დიდი მენახოს ბიჭებო, ეს ძალიან მაგარია. ეს ნამდვილად ერთი საფეხურით მაღლაა პირველი აროვანასგან. ალბინოსები ბევრად უფრო იშვიათია, ასე რომ ეს სუპერ მაგარია. რა ლამაზი თევზია ბიჭებო. მოდი ჩავმატოთ ის დანარჩენთან ერთად ყინულში და გავაგრძელოთ ძიება. ისევ შევედით ბაში და მაშინვე კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. რაღაც დავიჭირე. შეხედეთ ამას, ეს ოსკარია. ღმერთო ჩემო, კი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი არ არის. როგორც ხედავთ, ეს გრძელფარფლიანი ოსკარია და ესენი ძალიან იშვიათები არიან. სინამდვილეში ადრე მხოლოდ ერთხელ მინახავს ესეთი ცოცხლად, ესე რომ ეს ძალიან მაგარია და ეს ალბინოსია, რაც კიდევ უფრო მაგარია. ამის შემდეგ ძიება გავაგრძელეთ და კიდევ ერთი თევზის დაჭერა მოვახერხე. ეს რა ჯანდაბაა, რაღაც დავიჭირე. შეხედეთ ამას, ეს რაღაც სახეობის გველთევზაა. არ ვიცი რა სახეობის გველთევზაა ეს, მაგრამ ძალიან მაგარია. რათაც ეკლიან გველთევზას გავს, მაგრამ უზარმაზარია, ესეთი დიდი არასდროს მინახავს. ეხლა ჯერჯერობით საკმაოდ მაგარი თევზები დავიჭირეთ, მაგრამ მთლიანობაში ალბათ დაახლოებით $1,000 ღირს, ასე რომ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ არ ვიცოდი, რომ ამ ტბაში მარტო თევზები არ იყო. რა ხდება აქ, რატო არის სკუ? შეხედეთ ამას ბიჭებო. ეს ალბინოსი რბილბაკიანი კუა. ეს ჩემი სახლის ტბიდან წამოიღე. ზუსტად ესეთი ჩვენს ხავს. არა, ეს სხვა. სინამდვილეში ეს დაახლოებით $500 ღირდა. $500 კუისთვის? ხუმრობ, ანუ მართლა მაგარია. შეხედე რა გრძელი კისერი აქვს. მგონი ცდილობს მიკბინოს. ამის შემდეგ ისევ ავედით ბაში და ყველაზე იშვიათი თევზი დავიჭირე აქამდე. ღმერთო ჩემო, არ მჯერა. ჰელენ, შეხედე ამას. ეს ტიგრინუსის კატაფიშია. ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი კატაფიშია მსოფლიოში. აქამდე მხოლოდ რამდენიმე ესეთი გვინახავს და სამწუხაროდ რაც ყავდა, ყველა მოგდა. ასე რომ ეს ძალიან მაგარია. კიდევ ერთი დავიჭირეთ და ეს საკმაოდ დიდია. მოვათავსეთ საგრილე ყუთში და ამის შემდეგ კიდევ ერთი თევზი დავიჭირეთ. რაღაცას გრძნობ ბადეში. კი, რაღაც დავიჭირეთ. არ მჯერა. ეს დისკუსია მეგობრებო და ეს უზარმაზარია. ასეთი დიდი არასდროს მინახავს. გონი აქამდე მხოლოდ ერთი გქონდა დაჭერილი და ის ამ ზომასთან ახლოსაც არ იყო, ასე რომ ეს ძალიან მაგარია. კარგი, ეხლა საგრილე ყუთში წახვალ მეგობარო. დავბრუნდეთ ტბაში და ტბაში და ვნახოთ კიდევ რას დავიჭერთ. საქმეები გამოცოცხლდა და ყოველ ბადეში რამდენიმე თევზს ვიჭერდი. ღმერთო ჩემო, ნახეთ ეს! ამ ბადეში 2 თევზი დავიჭირეთ. ორივე ლოკოს სახეობაა. ეს ჟირაფის კატათევზაა, ხოლო ეს გრანულოზუსია მგონი. ორივე ძალიან მაგარია. ესეთი თევზები ხშირად არ გვხვდება, ესე რომ ეს შესანიშნავია. 2 თევზი ერთ ბადეში. მოდი ჩავდოთ ისინი გამაგრილებელში და გავაგრძელოთ. კიდევ ერთი ამოვიღე და რაღაც ისეთი დავიჭირე, რაც არასდროს დამიჭერია. შეხედეთ ამას. ეს მშვილდოსანი თევზია. ეხლა განსაკუთრებული არაფერია შესახედავად, მაგრამ ამ თევზების მაგარი თვისება ისაა, რომ შეუძლიათ წყალი გამოუშვან პირიდან და ხიდან სხვერპლი ჩამოაგდონ, ასე რომ საკმაოდ მაგარი თევზებია. იმ თევზით, რაც აქამდე დავიჭირეთ, ალბათ დაახლოებით $2,500-მდე ვართ.
და როგორც თქვი, აქ შიგნით $20,000-ზე მეტი ღირებულების თევზია. ასე რომ კიდევ ბევრი გვაქვს დასაჭერი. მოდით ამ ხარეს ვცადოთ. აქ ჯერ არ წავს უვართვართ. კი, რაღაც დავიჭირეთ. ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო, თითქოს ცის სარტყელას ავითანათებს. ეს რაღაცაა, რაც არასდროს მინახავს, ღმერთო ჩემო. ალბათ ესე იგი იშვიათია თუ მე თვითონაც არ ვიცი რა არის. თქვენ მაინც იცით რა არის ეს? კი, ეს აპოგონის კატათევზაა. აპოგონის კატათევზა. ეგეც კი ამსმენია. ტბაში დაუბრუნდი და რაღაცა სიგიჟე დავიჭირე. ეს კიდევ ერთი თიგრინუსის კატათევზაა. ღმერთო ჩემო, ეს მართლა სიგიჟეა. ხოლო თიგრინუსის კატათევზები ალბათ $1,000 ღირს. ეს საოცარია. ეხლა ორი თიგრინუსის კატათევზა გვყავს. მოდი ჩავდოთ ისინი სხვა თევზე ფუთებთან ზებთან ერთად ყინულის ყუთში და გავაგზელოთ ძიება. მე გავაგზელე და თევზები სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდნენ. ვიცი ეს რა არის? ნახე ჰელენ, ეს ველსის კატათევზაა. ეს თევზები უზარმაზრები იზრდებიან და ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი იმ ცოტა თევზიდან არიან, რომლებსაც ადამიანების ჭამაც კი შეუძლიათ და როგორც ხედავ, ამათ ალბინოსებიც ყავთ. ეს ბევრად უფრო იშვიათს და ძვირადვირებულს ხდის. შემდეგი თევზი, რომელიც დავიჭირე, აქამდე ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი იყო. იმდენად იშვიათი, რომ არც კი ვიცოდი, რომ არსებობდა. ეს ბიშირია? მგონი კი. ბიჭებო, ბიშირები ასეთი იშვიათები არ არიან. აქ რას აკეთებს? ახლოდანო დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს თევზი ჩვეულებრივი არ იყო. მოიცადეთ, ეს გრძელი ფარფლების მქონე ბიშირია. არც კი ვიცოდი, რომ ასეთი არსებობდა. შეხედეთ ამას, შეხედეთ რა გრძელი ფარფლები აქვს. ეს უბრალოდ გაგიჟებაა, მართლა დრაკონს გავს. ეს ძალიან მაგარია. ეხლა დავიჭირეთ თევზი, რომლის არსებობაც არც კი ვიცოდი. ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან იშვიათია. მოდი ჩავდოთ იგი კულერში და გავაგზელოთ. სხვა ბადე ავიღე და კიდევ რაღაც დავიჭირე. კიდევ ერთი თევზი დავიჭირეთ. კაცო, აქ ფაქტობრივად ყველა ბადეში თევზს ვიჭერთ. ეს რაღაც სახის ფლეკოა, მაგრამ არ ვიცი, რომელი სახეობა. როგორც ხედავთ, ამდენი ლაქით აშკარად ჩვეულებრივი არ არის. მას ჩავმატეთ მას კულერში და გავაგზავნებთ ძიებას. ნახოთ კიდევ რას ვიპოვით. კი, დავიჭირეთ, შეხედე ამას. კიდევ ერთი აროვანაა. რა არის ეს? მესამეა ჯერჯერობით. ამ ყველაფრის შემდეგ პატარა აროვანას არ მიაგვეყოლება. ჯერჯერობით ბევრი თევზი დავიჭირეთ და იჭირეთ და კულერი სწრაფად ივსებოდა. თუმცა აუზში კიდევ ბევრი თევზი იყო, ასე რომ უნდა გაგვეგრძელებინა. რაღაც დავიჭირეთ აქ. შეხედე ამას. ეს არის clone knife pishi. ეხლა შეიძლება გაიფიქროთ, clone knife pishi იშვიათი არ არისო. და ეს მართალია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი არ არის. ეს არის სამეფო clone knife pishi და მას ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ლაქა აქვს. მივამატ ეს კონტეინერში და კიდევ ერთი ამოვიღე. რაღაც დავიჭირე, შეხედე ამას. ეს კიდევ ერთი ალბინოსი რბილბაკიანი კუა. როგორ ხარ პატარა? ღმერთო, ცდილობს მიგბინოს. ეს უკვე მეორეა, რომელიც აქამდე დავიჭირეთ. ეს ცოტა უფრო ნარინჯისფერია ვიდრე პირველი. ეს ძალიან მაგარია. ეს პატარაები ძალიან საყვარლები არიან. მოდი ჩავასხათ ისინი ვედროში და გავაგზელოთ. ეს უკვე მეორე იშვიათი კუ იყო, რომელიც აქამდე დავიჭირე, მაგრამ შემდეგ რაც დავიჭირე, კიდევ უფრო გიჟური იყო. კიდევ რაღაც დავიჭირე, შეხედე ამას. ეს კიდევ ერთი კუს გავს, ღმერთო ჩემო, არ არსებობს. ეს fly river-ის კუა, ბიჭებო. ეს აქ არის ყველაზე იშვიათი მტკნარი წყლის კუ მსოფლიოში. ვერ ვიჯერებ ამ წუთას. ესენი ძალიან იშვიათები და ძალიან ძვირიანები არიან. რა საყვარელია, ღმერთო ჩემო. ყოველთვის მინდოდა fly river-ის კუ, მაგრამ ვერასდროს ვამართლებდი ამდენი ფულის დახარჯვას ერთზე. ეს რამდენი ღირდა? მხოლოდ $3,000. $3,000 კუსთვის? ხუმრობ? საინტერესო ფაქტია ამ კუს შესახებ, რომ ისინი ზღვის კუს მსგავსად არიან და საერთოდ არ სჭირდებათ ხმელეთი გადარჩენისთვის. ისინი სრულად წყლის ბინადრები არიან. ეს ძალიან მაგარია. ეს ალბათ ყველაზე უცნაური აღმოჩენაა აქამდე. მოდი ჩავასვათ ის კულერში და გავაგზელოთ. მგონი კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. შეხედე ამას, ეს რა არის? ღმერთო ჩემო, არ მჯერა. ეს პატარა MBU პაპერია. ესეთი მხოლოდ ერთხელ მინახავს. ისინი ძალიან იშვიათები არიან. როგორც ხედავ, ეს პატარაა. რა საყვარელია? ეხლა იბერება. უნდა ჩავასვათ ყინულში. ყინულში, ბოდიში მეგობარო. ტბაში დავბრუნდი და კიდევ ერთი პაპერი დავივიჭირე, მაგრამ ეს ბევრად დიდი იყო. თუმცა ეს სხვა სახეობაა. ეს ფაჰაკა პაპერია და ნამდვილად არ გინდა რომ ამან გიგბინოს. შეხედე მის კბილებს. ამის შემდეგ ყველაფერი შენელდა და ტბაში მხოლოდ რამდენიმე თევზიღა დარჩა. კარგი, მოდი კიდევ ერთი დიდი ამოვიღოთ აქედან. კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. ბოლოს და ბოლოს ბიჭებო, დიდი ხანია არაფერი დამიჭერია. ეს კიდევ ერთი გრძელი ფარფლის ოსკარია. ეს ძალიან მაგარია. ღმერთო ჩემო, დამშვიდდი. კარგი, მოდი ჩავდოთ ის ყინულში, სანამ ისევ ტბაში გადახდება. როცა ყინულში ჩავდე, კიდევ ერთი ბადე ავიღე და კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. დიახ, ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ბიჭებო, შეხედეთ ამას.
ეს იქ არის ერვინის კატფიში. ისინი რაღაცით რიფსავებს გვანან, მაგრამ ასე დიდები არ იზრდებიან. თუმცა მაინც აქვთ ეს გიჟურად ბასრი ეკლები მთელ სხეულზე და ამათ ხშირად ვერ ვიჭერთ, ასე რომ ეს ძალიან მაგარია. ჩავამატე ის ყინულში და შემდეგ ბადეში რაღაც სრულიად მოულოდნელი დავიჭირე. ეს რა ჯანდაბა? ღმერთო ჩემო, ეს პირდაპირ უცხო პლანეტელს გავს. ეს ფლაუნდერია. ღმერთო ჩემო, მგონი ეგ არის. რამდენიმე ესეთი ადრე მხოლოდ ორჯერ გვინახავს, მაგრამ ესეთი ზომის არც ერთი არ ყოფილა. ნახეთ რა უცნაურია. თვალები აქ აქვს, პატარა პირი აქვს, პირდაპირ უცხო პლანეტელს გავს. ეს სიგიჟეა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ბიჭებო. დღეს მტკნარი წყლის ფლაუნდერის დაჭერას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ მაინც დავიჭირეთ. მოდი ჩავდოთ ის ყინულში და ძიებას გავაგრძელოთ. რაღაც დავიჭირეთ. ეს იყო უცნაური, საიდუმლო თევზი, რომელიც ფოთოლს გავდა. თუ ვიცით რა არის ეს, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ, მაგრამ ეს ძალიან მაგარია. დიდი ამოღება აქვს. მოდი, რამე კარგს მომეცი. რაღაც ალბინოსი დავინახე. ეს კიდევ ერთი კუა, ღმერთო მართლა კუა, მაგრამ ეს რბილბაკიანი არაა. მგონი ამას წითელყურებას სლაიდერი ქვია, მაგრამ ალბინოსი არასდროს მინახავს, ასე რომ ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს. ჩავაგდე ის ვედროში და ძიება გავაგრძელე. არ ბჯერა, კიდევ puffer toes, კიდევ ერთი puffer toes-ი დავიჭირეთ, მაგრამ არ ვიცი რა სახეობაა, ესეთი არასდროს მინახავს. თუ ვიცით რა სახეობის puffer toes-ია ეს, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩავდებთ მას კულერში და გავაგრძელებთ. კიდევ ერთი ბადე ავიღე და კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. შეხედეთ ამას, ეს კიდევ ერთი სამეფო კლოუნი knife fish-ია. და აქ კარგად შერებულა, შემდეგ ბადეში ეს დავიჭირე. ღმერთო ჩემო. ეს რაღაცა განსხვავებულია. შეხედეთ ამას. ეს დიდი წითელკუდა კატფიშის ჰიბრიდია. ასეთი თევზის დაჭერა ბევრად უფრო რთულია ვიდრე ჩვეულებრივი წითელკუდა კატფიშის. შეხედეთ მის ლაქებს, ძალიან ლამაზია. კარგი, მოდი აქ დიდ ბადეს ჩაუშვებ. ამ კუთხეში დიდად არ ყოფილვარ. მოდი რამე დამიჭირე. არ არსებობს. კიდევ ერთი კატფიში დავიჭირეთ, მაგრამ ამას tiger shovel nose ქვია. შეხედეთ მის სხეულზე არსებულ ნახატს. მას რომ უჩი ჩავამატეთ, ძებნა გაგრძელდა და აუზში მხოლოდ ერთი თევზი დარჩა. არ არსებობს. ეს კიდევ ერთი პაფერია. რამდენი ჩასვით აქ? სინამდვილეში მგონი ესაა ბოლო თევზი აუზში. მართლა? ესაა ბოლო თევზი აუზში? წავედით ბიჭებო. ბოლო თევზი და ეს უზარმაზარი ფაჰაკა პაფერია. რა გიშობაა ბიჭებო? პირველ აუზში იმდენი იშვიათი თევზი და კუ დავიჭირეთ, მაგრამ კიდევ ორი აუზი დაგვრჩა და თევზები კიდევ უფრო გიჟები და გიჟები იქნებიან. ასე რომ წავიდეთ მეორე აუზში და ვნახოთ რას დავიჭერთ იქ. ეს საკმაოდ საშიშია ბიჭებო. არ ვიცი რა შეიძლება ცხოვრობდეს აქ. ერთადერთი გზა გავიგოთ ესაა ბადით დაჭერა. ასე რომ დავიწყოთ. ღმერთო ჩემო, რაღაც მომხდა ფეხზე. ეგ დიდი თევზი იყო. ბადე ჩაუშვი და მოახერხე დაჭერა. მგონი რაღაც დავიჭირე. არ არსებობს. მოისვენე ძმაო, მოისვენე. ეს ნამდვილი მონსტრი წითელკუდა კატაფიშია. ღმერთო ჩემო, შეხედეთ მის ფერებს ბიჭებო. წითელკუდა კატაფიში პირდაპირ ჩემი საყვარელი თევზია. რა იდეალური გზა მეორე აუზის დასაწყებად. დიდი ძველი მონსტრი დავიჭირეთ. ჩაუშვით დიდ ვედროში და მერე კიდევ ერთი ამოვირეთ. მგონი რაღაც დავიჭირეთ. რაღაცაა შიგნით. ეს რა არის? არ არსებობს. ეს დიდი რიფსავ კატაფიშია, ღმერთო ჩემო. კარგი ძმაო, გთხოვ, ნუ გამიკეთე ფეკალს. შეხედეთ ამას ბიჭებო. ეს აქ რიფსავ კატაფიშია და ძალიან პრეისტორიულად გამოიყურება. ანუ შეხედეთ ამ პირებს მთელ ზურგზე. არ გინდათ რომ ეგ დაგეჭიროთ? ეხლა ნამდვილად ვიცით რომ ეს თბორი სავსეა მონსტრებით. იმედია კიდევ რამეს დავიჭერთ. მგონი რაღაც დიდი დავინახე ამ კუთხეში. რაღაც დიდი არის იქვე. მგონი დავიჭირე. ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბაა? ეს ზვიგენია. ღმერთო ჩემო, არ მითხარი რომ აქ ზვიგენები არიან. დავიჭირეთ უზარმაზარი ირიდესცენტული ზვიგენი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც ოდესმე მინახავს. ღმერთო ჩემო, ეს მართლა სიგიჟეა ბიჭებო. მეორე წბორში უკვე მესამე თევზია და ეს ყველაზე დიდია აქამდე. მოდი ჩავამატოთ ის აბაზანაში და გავაგრძელოთ. რაღაცას ვგრძნობ. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას, იქ უზარმაზარი თევზია. მგონი ეს marble აჩარა კატფიშია ბიჭებო და ეს ძალიან დიდია. რა ლამაზი თევზია ბიჭებო, შეხედეთ მის ნახატს. ნახეთ როგორი გრძელი უვაშები აქვს. ეს სიგიჟეა. ჩანს სითქოს რაღაცამ შეიძლება შეუტია მას იქ. ასე რომ იცით ეს რას ნიშნავს. ეს შეიძლება ნიშნავდეს რომ თბორში ამაზე კიდევ უფრო დიდი რამ არის. მოდით ეს ბიჭიც ჩავამატოთ ვედროში და გავავაგრძელოთ. ჯერჯერობით ბევრი დიდი თევზი დავიჭირეთ, მაგრამ ყველაზე დიდი თევზები ჯერ კიდევ თბორშია. ასე რომ ძიებას გავაგრძელე. ღმერთო ჩემო, რაღაც დიდი აქ არის. უვაშებს ხედავ. არ არსებობს. მგონი ეს აზიური წითელკუდა კატაფიშია. ესეთი დიდი არასდროს მინახავს. ეს სიგიჟეა.
ეს ბიჭები გაცხოვდებიან იმ თევზებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ ვიჭერთ და ძალიან იშვიათად გვხვდებიან, განსაკუთრებით ასეთი დიდი. ჩავამატე ვედროში და შემდეგივე ბადეში კიდევ რაღაც დავიჭირე. ეს რა არის? ეს დიდი კლოუნი ნაიფიშია. ღმერთო ჩემო! მოიცადე, ეს სამეფო კლოუნი ნაიფიშია. ნახეთ რამდენი ლაქა აქვს. არ არსებობს. სად იპოვეთ ეს? ყოველთვის მინდოდა დიდი სამეფო კლოუნი ნაიფიში და ეხლა უკვე გვყავს. მაშინვე ამის შემდეგ კიდევ ერთი თევზი შევნიშნე, დავიჭირე. ღმერთო ჩემო, ეს დიდი ზვიგენია ბიჭებო, ეს უბრალოდ სიგიჟეა. ის აუში სწრაფად მოძრაობდა და ჩვენ მისი დაჭერა შევძელით. მაგრამ იგივეა როგორც მარბლ აჩარასთან, კუდზე ნაკბენის კვალი აქვს. ასე რომ ეს კარგი არ არის ბიჭებო. რაღაც აქ თევზებს ესხმის თავს. და ერთადერთი გზა გავიგოთ რა არის ეს, არის კვლევის გაგრძელება. რაგაცას ხერავ, მევთო ჩემო! ეს კიდევ ერთი ციტელკუდა კატაფიშია. ეს ცოტა პატარაა, მაგრამ მაინც დიდია. ძალიან ცელქია. კარგი, აბაზანაში ჩაგსვამთ მეგობარო. არ ინერვიულო. კარგი, აბაზანაში შედი. კვლავ ვაგზელებდი ძიებას და ბოლოს შევძელი დამეჭირა ის, ელი დამეჭირა ის, რაც ყველა თევზს ესხმოდა თავს. რაღაც ვიგძენი. ეს უზარმაზარი პაკუა. ეს ბიჭები ზუსტად პირანიასავითები არიან. მათ დიდი კბილები აქვს და ნამდვილად არ გინდა რომ მან გიკბინოს. შეხედე ამ კბილებს. ეს ნამდვილად ისაა, ვინც თევზებს ესხმოდა თავს. ეს ბიჭები სინამდვილეში ბევრად უფრო დიდებით შეიძლება გაიზარდონ. ეს ჯერ კიდევ პატარაა. კიდევ პატარაა. ისინი შეიძლება გაიზარდონ 65 ფუნტზე მეტს და სიგრძეში 3 ფუტზე მეტს მიაღწიონ. ასე რომ მას ნამდვილად სჭირდება დიდი აუზი საცხოვრებლად. და ეს იდეალურია, რადგან ამ ვიდეოს შემდეგ ნაწილში ჩვენ ამ მონსტრი თევზების უმეტესობას ჩემს ახალ ეზოს აუზში გადავუშვებთ და ისინი იქ უზარმაზრები გახდებიან. მგონი რაღაც ძალიან დიდ ხედავ ამ კუთხეში. მოდი ვცადოთ მათი დაჭერა. 3, 2, 1. ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბა! ეს ნამდვილი მონსტრი კატაფიშია ბიჭებო. ეს აშკარად ყველაზე დიდია, რაც აქამდე დაგვიჭერია. ეს უზარმაზარი წითელკუდა და ვეფხვის ნიჩბის ცხვირა ლოქოების ჰიბრიდია. მოდი ამ ბადიდან გამოგიყვანო. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი მონსტრი თევზია ბიჭებო, ეს სიგიჟეა. კარგი, მოდი ჩავამატოთ ის აუზში და გავაგრძელოთ. კიდევ ერთხელ ჩავავლე ბადე და კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. კიდევ ერთი წითელკუდა კატაფიში ფხავს. არ მჯერა ხუმრობთ? ეს რა არის? უკვე მესამეა. როგორ ხარ პატარა? ისიც ლაპარაკობს. ისინი მართლაც საყვარლები არიან. მოусმინე რა ხმებს გამოსცემს. ეს ცოტა პატარაა იმ ორზე რაც დავიჭირეთ, მაგრამ ერთ დღეს ის 6 ფუტზე მეტი იქნება სიგრძეში. ეს სიგიჟეა ბიჭებო. შეხედეთ ყველა იმ მონსტრ თევზს რაც უკვე დავიჭირეთ. თუ იცით კიდევ რამდენი დარჩა იქ? კიდევ ერთი? კარგი, დავბრუნდეთ ტბაში და ვნახოთ შევძლებთ თუ არა მათ დაჭერას. წყალი ძალიან ღვრიე იყო და ეს ღვრიე იყო და ეს ბოლო თევზი შეიძლება ნებისმიერ ეს ბევრად უფრო დიდია ვიდრე პირველი. შეხედე ეკლებს მის სხეულზე. ესენი მართლაც ძალიან ბასრია. შეგიძლია ნახო პირველმა რას დამმართა ხელზე, აი აქ. მთლიანად გამჭრა. ასე რომ ამასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოდი ჩავსვათ აბაზანაში. და იცი ეს რას ნიშნავს? ეხლა დროა მესამე და ბოლოტბისკენ წავიდეთ და ვნახოთ რა სახიფათო და მომაქტინებელი თევზები იმალებიან იქ. მგონია რომ ეს ყველაზე გიჟური ტბა იქნება. მივიღე განაცხადილება, ყველაფერი იმით დამეწყო, რომ შემემოწმებინა ეს თევზის მახე, რომელიც დღეს ადრე დავდგი აქ. აქ გვაქვს ვედრო. ეხლა შევამოწმებთ ამ თევზის მახეს. რამდენიმე საათია რაც აქ დევს. იმედი მაქვს რაღაც უცნაური დავიჭირეთ. 3, 2, 1. ღმერთო ჩემო, სინამდვილეში აქ ბევრი თევზი ყავს. ესენი გუნჩის კატფიშებია? არ მჯერა. აქ სამამდე გუნჩის კატფიში ვხედავ. ესენი რა არის? ღმერთო ჩემო, ვამპირი თევზის ყავს. ნახეთ ბიჭებო, ეს ვამპირი თევზია. ამათ უზარმაზარი კბილები აქვთ. ნამდვილად საშიშები არიან. ჩავდოთ ვედროში. კიდევ ერთი ყავს აქვე. ეს ბევრად დიდია. მასაც დიდი ძველი კბილები აქვს. ჩავამატე ვედროში და მერე გუნჩის კატფიში შევნიშნე. ესენი სულ პატარები არიან. ეს ყველაზე პატარა გუნჩის კატფიშებია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეხლა თუ გაინტერესებთ, რატო არიან ეს პატარა თევზები ამ სასიკვდილოდ საშიშ ტბაში, უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს თევზები შეიძლება 13 ფუტამდე გაიზარდონ და ცნობილია, რომ ადამიანებს ჭამენ. ვიტყოდი, რომ საკმაოდ საშიშები არიან. ერთი დავიჭირეთ და მგონი კიდევ რამდენიმე აქ არის. ნახეთ ეს, კიდევ 2 დავიჭირეთ. სულ 3 გუნჩის კატფიშია. აი თქვენც ნახეთ. ვიტყოდი, რომ თევზის მახე ნამდვილად წარმატებული იყო. თუმცა ამ ტბაში კიდევ მეტი თევზია. ასე რომ მოგვიწევს შიგნით შესვლა, ბადის გადაგდება და ვნახოთ რას დავიჭერთ. აქ ყოფნა ცოტა საშიშია, რადგან სწორედ აქ არიან საშიში და მომაქტინებელი თევზები. ასე რომ აუცილებლად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოდი რამე კარგს მომეცი. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, არ არსებობს. ეს კიდევ ერთი გუნჩის კატაფიშია. თქვენ მართლა მთელი გუნჩის კატაფიშების ოჯახი ჩატარეთ აქ. შეიძლება.
გონი მხოლოდ ერთი გზა არსებობს ამის გასაგებად. უნდა გავაგრძელოთ. მოდი ეს ბიჭიც ჩავდოთ ვედროში. კიდევ ერთი ამოვიღე და რაღაც სხვა დავიჭირე. ეს რა არის? არ არსებობს. ეს კიდევ ერთი ვამპირი თევზია. ეს უკვე მესამეა. საინტერესო ფაქტი ამ ბიჭებზე ისაა, რომ როცა იზრდებიან, კბილები აქ შეიძლება 6 თვიმამდე გაუზარდოთ. ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, ნამდვილად არ გინდა რომ ამ ბიჭმა გიკბინოს. მოდი. ძმაო, ხუმრობ ხო არა? ისევ გუნჩის კატაფიშია. რამდენი ჩაგიყოლიათ აქ? ეს ცოტა უფრო დიდია, მაგრამ მაინც, რა არის ეს? ჩვენი მეხუთე თუ მეექვსე გუნჩის კატაფიშია? ეს მართლა სიგიჟეა. ამდენი გუნჩის კატაფიშის დაჭერა მართლა მაგარი იყო. მაგრამ როცა ამ ტბას ვაგზელებთ კვლევას, ბევრად უფრო გიჟურ თევზებს გადავაწყდებით. ყველაფერი უფრო საინტერესო ხდებოდა და ყოველბადეში რამდენიმე თევზს ვიჭერდი. აქ 2 თევზი ყავს და რა სიტყვით? ეს ვამპირი თევზია და გუნჩია. პირდაპირ გუნჩების არმია გვეყოლება ამის შემდეგ. უბრალოდ განაგძე ბადის ტრიალი. იქ რაღაც გიჟური არის, ძალიან მოგეწონება. მართლა? მაგრამ ფრთხილად იყავი. შეიძლება არ გიკბინოს. შეიძლება არ მიკბინოს. შეიძლება არა, მაგრამ შეიძლება კი. ღმერთო, კარგი. კიდევ ერთხელ მოусვი ბადე და ვერასდროს დაიჯერებ რა დავიჭირე. არ არსებობს. არ არსებობს. არ არსებობს. არ არსებობს. ეს პირდაპირ პლატინის გუნჩის ლოკოა. ძმაო, მართლა სერიოზულად ამბობ? მე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი და ის დაახლოებით $5,000 ღირდა. თქვენ $5,000 დახარჯეთ ამაზე, ხო ასეა? ეს იყო 6,000. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეს ყველაზე იშვიათი თევზია, რაც კი ოდესმე მინახავს. ესენი ძალიან იშვიათები არიან. ძალიან გამიკვირდა, რომ თქვენ ერთ-ერთი იპოვეთ. ეს თევზი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ბიჭებო. მანამდე ერთი მყავდა და სანწუხაროდ ჩემი სხვა თევზებიდან ერთმა მოკლა ის და არასდროს მეგონა, რომ კიდევ ერთს ვნახავდი. ასე რომ მადლობა ბიჭებო, რომ ეს იყიდეთ ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ $6,000 ღირდა. ეს ძალიან ბევრი ფულია. ეს ის გიჟური თევზია, რომელზეც ლაპარაკობდი, ხომ ასეა? არა, კიდევ უფრო გიჟური ხდება. მე ხუმრები ახლა? ეს აქ ყველაზე გიჟური თევზი არ არის? გულისხმობ ახლოს ხარ, მაგრამ ჯერ არა. კარგი, მგონი ამ ბიჭს ლათავსებთ ვედროში და გავაგზელებთ ძიებას, რომ ნახოთ, აქ კიდევ რა არის ამაზე უფრო გიჟური. არ ვიცი როგორ შეიძლება ეს, მაგრამ ცადოდ გავარკვიოთ. ეს სიგიჟეა. გავაგზელე გზა და ბოლოს მივაგენი იმ თევზს, რომელზეც ისინი ლაპარაკობდნენ. და ეს უდაოდ ყველაზე გიჟური თევზი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ღმერთო ჩემო, ტრეი, რაღაც უფრო დიდი დავიჭირე ძმაო. მძიმეა. ეს ის გიჟური თევზია, რომელზეც ლაპარაკობ. აჰა, ზუსტად ეგა. ღმერთო ჩემო. კარგი, აქ რაღაც დიდი არის, რაღაც გიჟური, რაღაც რაც პლატინის გუნჩსაც კი გიჟურია, არ ვიცი. ამას მე თვითონ შევაფასებ. მზად ხარ? უბრალოდ ცდი, ავიღო რაც არ უნდა იყოს ეს. ღმერთო, ეს მართლა დიდია. ძმაო, ეს დიდია. მზად ხარ? არ არსებობს. მგონი ვიცი ეს რა არის, ძმაო. არ არსებობს. აი წავედ. ღმერთო ჩემო, ძმაო, ხუმრობ ხო არა? შეხედე იმ გუჩის კატფიშის ზომას. ვერ ვიჯერებ ამ წუთას, ასეთი დიდი არასდროს მინახავს ბიჭებო. ძმაო, მართლა არ ხუმრობდი, ეს ბევრად უფრო გიჟურია. ძმაო, ეს რამდენი დაგიჯდა? 5,000. ძმაო, ეხლა უკვე მესმის, როგორ დახარჯეთ ამაზე $20,000-ზე მეტი. ეს მონსტრები 13 ფუტამდე იზრდებიან, მაგრამ ასეთი დიდი იშვიათად იპოვება. შეხედე იმ კბილების რიგებს. ნამდვილად არ გინდა რომ ამან გიკბინოს. ხალხო, ეხლა ოფიციალურად ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ, რომ ყავდეს მსოფლიოში ყველაზე დიდი შინაური თევზი. და ეხლა როცა საბოლოოდ ყველა თევზი და კუ ამოვიყვანეთ აუზებიდან, რამდენიმე მათგანს ჩემს ახალ აუზში გადავუშვებ, სადაც ისინი ნამდვილი მონსტრები გახდებიან. და აქ ყველაფერს ამ ალბინოსი მტკნარი წყლის ზვიგენით დავიწყებთ. კარგი, პირველი შეუშვათ. აი, წავიდა. ეს ძალიან მაგარია, ბიჭებო, ძალიან მიხარია, რომ ყველა თევზი აქ იქნება, ეს საოცარი იქნება. გადავწყვიტე, რომ რამდენიმე ცითელკუ და ლოქოც ჩაუშვა. კარგი, პირველი შედის. ნახვამდის მეგობარო. და ეხლა მეორე შედის. ჩვენ ისევ გნახავთ, როცა 6 ფუტამდე გაიზრდებით და ბოლო თევზი, რომელსაც დღეს აუზში ვამატებთ, ეს პაკუა. აი, წავიდა. თუ გინდას ნახოთ, როგორ ვამატებ ყველა დანარჩენ თევზს ამ აუზში, დარჩით არხზე და ნახეთ შემდეგი ვიდეო. მაგრამ ეხლა იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ. მშვიდობით.